გავაკეთოთ უმარტივესი და ძალიან არომატული ქათმისწვნიანი. პირველ რიგში მოვხარშავ ქათამს და ხარშვისას მე აუცილებლად უცვლი პირველ წყალს. დავჭრი ნაჭრებად, კანს გავაცლი, მარილს მოვაყრი და გვერდით გადავდებ. ახლა კი ნახარში გავაგემრიელოთ. მოვშუშავ ზეითუნის ზეთში ხავხს, რომელსაც დავუმატებ წვრილად გახეხილ სტაფილოს. ცოტა რომ მომზადდება, დავასხავ ნახარს, რომელსაც აუცილებლად გადავწყურავ. აქ პასტა ორზოს დამატების კადრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არის. და როდესაც უკვე პასტაც მოიხარშება, დავუმატებ ნიორს, მარილს და წვრილად დაჭრილ კამას. მე არ ვამატებ, მაგრამ შეგიძლიათ ქათმის ნაჭრებით ჩააწყოთ შიგნით, წამოადუღოთ და მზად არის. ეს არის ჩემი საყვარელი ქათმისწვნიანის რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივია და საკმაოდ ბიუჯეტური. მეტი საინტერესო რეცეპტის სანახავად ჩემი გამოწერა არ დაგავიწყდეთ.